საათმა უმწეოდ ჩამოჰკრათ 11 ჯერ. ნახევარი საათის შემდეგ შენ გაემგზავრები. ოგალ, რა დარდიანი ვარ. 1927 წლის 13 თებერვალი. გალაქტიონის მეუღლის ოლღა ოკუჯავას დღიურიდან. 1927 წელს გალაქტიონი პირველად გაემგზავრა აფხაზეთში. მერე სულ მისკენ მიიჩქაროდა. მერე იყო 1948 წელს გამოცემული ლექსების წიგნი ზღვა ახმაურდა. ახალ წიგნს გალაქტიონი ზღვა და აფხაზეთი ეძღვნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მივესალმები წიგნის იდეის ავტორს და შემდგენელ რედაქტორს, ჟურნალისტს, პუბლიცისტს ნატო კორსანტიას. მადლობა ქალბატონო ნატო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ამ იდეისთვის, ამ შეხვედრის მოწყობისთვის. შესავალში წერთ ქალბატონო ნატო, რომ ახალ გალაქტიონს, ახლებურ გალაქტიონს აღმოგვაჩენინებს ეს წიგნიო. სანამ მაყურებელთან ერთად გადავავლებდეთ თვალს ახალ წიგნს, გალაქტიონის ზღვა და აფხაზეთი, მოდით მისი შექმნის იდეით დავიწყოთ. როგორ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ეს წიგნი, გალაქტიონის ზღვა და აფხაზეთი? ამ წიგნის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა. თითქმის 12 წლის წინ. უпростоრად ეს მხოლოდ იდეა არ იყო. მაშინ შეიქმნა წიგნის პირველი ვერსია. ეს არის მეორე შევსებული გამოცემა. გალაქტიონის სადმე მიძღვნილი საღამო სამზადისმა მოიტანა მასზე მუშაობის პროცესი. ჩვენ ვიცოდით უკვე აქამდე, რომ გალაქტიონს ჰქონდა აფხაზეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების გამომხატველი რეალური სინამდვილე არსებობდა, მაგრამ ის რაც ამ თემაზე მუშაობა მოიტანა არქივებში, განსაკუთრებით ლიტერატურის მუზეუმში, ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი რამ. და შესავალში რო წერია, რომ თქვენ აღმოაჩენთ ახალ გალაქტიონს, მართლაც აი ამის დასტური. იმიტომ რომ გალაქტიონი ამოუწურავია, ეს ჩვენი გენიოსი, მრავალმხრივ ამოუწურავი პიროვნება, შემოქმედი. წიგნის პირველი კრებულის ფინალში მე ვწერდი, რომ ჩვენ შევუყვევით აღმართს, რომელსაც ქვია გალაქტიონი და აფხაზეთი. ახლა თითქოს ეს მეორე შევსებული გამოცემა აი ამ აღმართზე ასulis დასასრულივით არის, იმიტომ რომ მე შევეცადე ამ 12 წლის განმავლობაში რამე თუ არსებობდა ამ თემასთან დაკავშირებით, ან არქივში, ან პერიოდულ პრესაში, ან მუზეუმში, ამ ყველაფრისთვის თავი მომეყარა. თუმცა გულწრფელად გითხრათ, როდესაც ამ გადასახედიდან უყურებ, მგონია რომ ეს ჯერ კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ სანამ არსებობენ ის ადამიანები, რომელთაც ახსოვთ გალაქტიონი აფხაზეთის ქუჩებში, ეს იქნება ალბათ ამოუწურავი თემა, იმიტომ რომ ყველა მათგან შეუძლია მოიგონოს ისეთი დეტალი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეავსებს ამ არაჩვეულებრივ თემას და ისტორიას, რასაც ქვია გალაქტიონი და აფხაზეთი. აფხაზეთისა და ზღვისადმი მიძღვნილ ლექსებთან ერთად წიგნში შესულია გალაქტიონის ჩანაწერები, უბისწიგნაკები, დღიურები. როგორ გალაქტიონს აღმოაჩენინებს ეს წიგნი მკითხველს? ეს ყველაფერი, ლექსები, ჩანაწერები, დღიურები და სხვათა შორის ჩანახატები და ფოტოები, აი ძალიან მეტყველი ფოტოები სოხუმის ქუჩებში გადაღებული, სოხუმის ზღვის სანაპიროზე, თვით ზღვაზე გადაღებული, სადაც გალაქტიონი თვითონ უსვამს ნიჩაბს და ნავს მართავს, ასე ვთქვათ. აი ეს ყველაფერი იმდენად ავსებს ერთმანეთს, იმდენად კრავს, რომ ცხადია გალაქტიონი როგორც შემოქმედი, როგორც პოეტი კი არა, აქ იხატება როგორც პიროვნება, როგორც აფხაზეთზე, როგორც ზღვაზე შეყვარებული ადამიანი, რაც მხოლოდ სიყვარულს არ ნიშნავს. აქ არის კიდევ რაღაცა დამატებით, ის ანდამატივით მიზიდულობა, რაც გალაქტიონს იზიდავდა ზღვისკენ და აფხაზეთისკენ. ასე რომ ეს ყველაფერი ერთად არის ერთი მთლიანი და კრავს და ამთლიანებს გალაქტიონის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და ზღვისადმი. მე ჩამოვედი სოხუმში გემით. მე წამოვედი სოხუმში გემით. ეს იყო 1927 წელს და მე როგორც ვთქვით, სულ მიიჩქაროდა აფხაზეთისკენ. დიდი ინტერესით ეცნობოდა ისტორიულ ძეგლებს, ტრადიციებს, უწყობდნენ დაუვიწყარ საღამოებს. ერთ-ერთ საღამოზე სოხუმში ოქროს ქნარი
პატარა გულსაბნევი უჩუქებიათ მოგვიანებით რომ წერდა ჟღერს სამშობლოის ხსოვნად ძვირფასი ოქროს ქნარიო. რა ეძახდა ქალბატონი ნატო გალაქტიონს აფხაზეთში, სულ რომ მიიჩქაროდა. პირველ რიგში დავამატებ მეც ამ ქნარის თემას, რომელიც გალაქტიონს ერთ-ერთ საღამოზე აფხაზეთის ინტელიგენციამ კერძე მიაბნია საგანგებოდ მისთვის გამზადებული ოქროს ქნარი და ეს ქნარი გალაქტიონისთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩენილა, რომ ის მერე წლების შემდეგაც ამ ქნარს არა მხოლოდ ლექსებს უძღვნიდა, არამედ ჩანახატებსაც აკეთებდა ამ ქნარზე და ამ წიგნში არის სწორედ ის ჩანახატები გალაქტიონის და ის ლექსებიც, რომელიც მოძიებულია სხვადასხვა წყაროებში. რა ეძახდა გალაქტიონს აფხაზეთში? ჩემი აზრით პირველ რიგში მას ეძახდა სხვა. გალაქტიონმა 1948 წელს სოხუმში გამოსცა წიგნი სხვა ხმაურდა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდა და აი წიგნში არის ლექსი სხვა ხმაურდა, რომელშიც არის ასეთი ფრაზები: არა ჩემს გარეთ, არა რამე სხვა, არამედ ჩემში ახმაურდა სხვა ახმაურდა. ამ ლექსში თუნდაც აი ამ სტრიქონში გალაქტიონმა ყველაფერი თქვა, რომ ეს სხვა მის გარეთ კი არ არის, მასშია ეს სხვა და მასში ხმაურობს ეს სხვა. გალაქტიონის სამყარო ყველაზე მეტად აი ამ სტიქიას ხვას ეხმიანებოდა შინაგანად. ეს მისი სამყაროს ერთგვარი გამოძახილი იყო და ამიტომაც როდესაც მას აქ თბილისში ძალიან შემოაწვებოდა, სევდა დარდი, ძალიან ცუდად იგრძნობდა თავს, ის გარბოდა თავისი სტიქიისკენ, სხვისკენ და იქ ამოთქვამდა არა მხოლოდ ლექსებს, არა მხოლოდ ლექსებად გარდათქვამდა ამ თავის შინაგან ემოციას და ყველაფერს ერთად, არამედ მასთან ასევე პოულობდა შვებას. და ბატონი ნოდარი წერს ამას სხვათა შორის, რომ არა მხოლოდ ეხმაურებოდა სტიქიას ზღვის ამ ბობოქრეს, არამედ მას აი ეს ბობოქარი სტიქია თანაც ამშვიდებდა. როგორ იგონებდნენ თანამედროვეები გალაქტიონის აფხაზეთში ყოფნას? ბევრი მოგონება ამ წიგნში შესული. აი ზღვასთან დაკავშირებით გალაქტიონს ასევე ძალიან უყვარდა ბათუმი. შეიძლება ეს არ ითქვას და სანამ გამოსცემდა წიგნს სხვა ახმაურდა, მან ჯერ ბათუმში გამოსცა წიგნი ოქრო აჭარის ლაჟვარდში. და სხვათა შორის ამ წიგნის რედაქტორი ნესტორ მალაზონია ასეთ ფაქტს იგონებს, ის როგორ წაადგა ერთხელ გალაქტიონს ძალიან აღელვებული, აბობოქრებული ზღვის პირას. მიუახლოვდა, ეძახდა, მაგრამ გალაქტიონი ამ ქვეყნად არ იყო. ის სადღაც ამ ზღვის რაღაც სიღრმეში იყო გადასული და მერე ძლივს მოუბრუნდა და ძლივს დაუბრუნდა რეალობას. და სხვათა შორის ანალოგიურად იგონებენ მისი მეგობრები სოხუმში. აი სვიმონწვერავა იგონებს, როგორ მივიდა ერთხელ მასთან ოთახში და ნახა, რომ გალაქტიონი ქეჩის ლაბადა მოხურული ამ სიცივეში, ყინვაში, აივანზე იჯდა და სხვას გაყურებდა და ის ზღვის ხმას ის თავისებურად ეხმიანებოდა, თითქოს ზღვის ხმას გამოსცემდა თვითონაც და ამით აი რაღაც ერთიანობას ქმნიდა ზღვასთან და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ერთი მოგონება, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს ჭოლა კუკულაძეს ჰქონდა გალაქტიონთან დაკავშირებით. გალაქტიონი სოხუმში აშენებდა სახლს და მშენებლობასთან დაკავშირებით ყველას თხოვდა დახმარებას და მათ შორის ერთხელაც უთხოვია დახმარება აი ამ ადამიანისთვის ჭოლა კუკულაძესთვის და ჭოლას მანამდე დაუპატიჟებია გალაქტიონი და ამის მერე წასულან ზღვისპირას. გალაქტიონს ზღვაში მოურთხამს ფეხი, მუხლი მოუყრია უბრალოდ და სასწაულის შემსწრე გამხდარა ჭოლა კუკულაძე და გალაქტიონისა და ზღვის რაღაც ერთიანობის შერწყმის შემყურეს მერე დაუხატავს არაჩვეულებრივი პორტრეტი, რომელიც არის ამ წიგნში შესული. აღფრთოვანებული ვარ იმ აუდიტორიით, რომელიც დაესწრო ჩემს ლიტერატურულ საღამოსო 1946 წელს სოხუმის საზაფხულო თეატრში გამართული ლიტერატურული საღამოს შესახებ წერდა გალაქტიონი. მადლობა აფხაზეთს. მის მზეს და ზღვის ძალას, მის წინ მოწიწებით მე ვიხდი ჩაბალახს. წერ სოხუმში ნაპოვნი კარანდაშით.
ეს ფანქარი თურმე 1946 წელს უპოვია სოხუმის აეროპორტში. წიგნზე ზღვა ახმაურდა მუშაობის პერიოდში შექმნილი გალაქტიონის ჩანაწერები. რას გვიყვებიან გალაქტიონზე? გალაქტიონზე ეს ყველაფერი გვიყვება იმას, რომ გალაქტიონისთვის არ არსებობდა უბრალო ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი დღე, ჩვეულებრივი მოვლენა, თვით ის ფანქარიც არ იყო ჩვეულებრივი. გალაქტიონს აფხაზეთთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა ჩასვლისთანავე, ხანგრძლივად ჩავიდა ის 1927 წელს და მანამდე როგორც ცნობილია ავტობიოგრაფიაში წერს, რომ იყო 1920 წელს, თუმცა ამაზე არსად არ მოიპოვება არანაირი მასალა. არტემ ჯანჯღავა ერთი გუდაეუთის ქართული საშუალო სკოლის მასწავლებელი იგონებს, რომ ერთხელაც მას დაავალეს გალაქტიონი წაეყვანა გუდაუთის სოფლებში, სადაც გალაქტიონი ისურვებდა და დაეთვალიერებინებინა იქაურობა. გალაქტიონმა ლიხნში ითხოვა წაყვანა და ლიხნში ერთ ძალიან განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ოჯახში მიიყვანეს, სადაც ის 2-3 დღე დარჩა და გალაქტიონი ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებულად იკულევდა, იძიებდა, ეკითხებოდა ოჯახის წევრებს, მეზობლებს აფხაზეთის ეთნოგრაფიაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე. ამ ყველაფერს ინიშნავდა. ამის გარდა მისი ძმა ბესალომი იჯდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მას საგანგებო უბისწიგნაკები ჰქონდა წარწერით გალაქტიონისთვის აფხაზეთის ამბები და ამ უბისწიგნაკებში ინიშნავდა ისტორიას და მე ამ ყველაფერს აჯერებდა გალაქტიონი ერთმანეთთან და სწორედ აი ის წიგნი არის ამისი დასტური და ის ჩანაწერები, რომლებიც სხვა მასალას შეიცავს. თითოეულ ლექსზე გალაქტიონს იმდენი აქვს ნამუშევარი იგივე მუჰაჯირების თემაზე, რაც იყო აფხაზებისთვის ძალიან მტკივნეული თემა და ზოგადად ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული თემა მუჰაჯირების თემაზე. რამდენი ვარიანტი აქვს დაწერილი, როგორ აქვს ნაგრძნობი ეს ყველაფერი, ნაკვლევი კი. და რომ აი ეს მუჰაჯირებსთან მიაქვთ ერთი მუჭა მშობლიურ მიწისთან მიაქვთ უბით. არც ერთი ის ჩანაწერი არ არის შემთხვევითი. იგივე კოდორის ხეობაზე, იგივე ბზიბზე, იგივე აფხაზეთის აი თითოეულ ობიექტზე, აი მაგალითად სოფელზე, ქალაქზე, მდინარეზეც კი, ბესლეთის ხიდზე, ერთი სიტყვით გალაქტიონმა ეს ყველაფერი ზედმიწევნით შეისწავლა, როგორც ეს წყაროები მიუთითებს, როგორც მისი ჩანაწერები მიუთითებს და მერე გადმოიტანა წიგნში არაჩვეულებრივად. ეს ერთგვარი ისტორიაც კი შეიძლება უწოდო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ისტორია, პოეზია, ეს ყველაფერი არის რაღაცა ერთად შერწყმული და მართლა გენიოსის მეტი ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა. ზღვა მისი სტიქია იყო და გადაწყვიტა სოხუმში სახლი აეშენებინა. დაიწყო მაღალი სახლის მშენებლობა 10 წლის მანძილზე რომ გაგრძელდა. ამ სახლის დასრულებას მოესწრო, მაგრამ იქ ცხოვრებას ვერა. აი ამ პერიოდზე რას გვიამბობს ეს წიგნი? 1958 წელს გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი. აქ საინტერესოა ერთი მომენტი. გალაქტიონს აუცილებლად უნდოდა ეს სახლი მთაზე ყოფილიყო, იმიტომ რომ თვითონ წერდა ხოლმე რომ მივესალმო მთიდან ზღვაზე მიმავალ გემებს. როდესაც გემზე იყო, იქიდან წერდა გემიდან ვხედავ ჩემს სახლს მთაზეო და ერთი სიტყვით აი ეს მთა იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რომ მთიდან ეყურებინა ისევ და ისევ ზღვისთვის. ეს სახლი მისთვის საჯილდაო ქვად იქცა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 10 წელი აშენებდა ამ სახლს. და ამ წიგნში არის ეს ჩანაწერები, რომელიც ქრონოლოგიურად დავალაგე. ეს იყო მიმოფანტული ქრონოლოგიურად მისი დალაგება ერთი მხრივ იყო ძალიან საინტერესო და მეორე მხრივ დაიხატა ძალიან საინტერესო სურათი, რა წინააღმდეგობების დაძლევა უწევდა გალაქტიონს და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ მერეც აი სხვა ჩანაწერებშიც ძალიან ბევრგან გვხვდება ჩანაწერი სოხუმის სახლის პრობლემა. როგორც აი ზღვის მოტივები.
აი ერთი მთავარი ნიუანსი გამოგვრჩა ჩვენ კიდევ გალაქტიონი რატომ იყო ზღვით ასე ძალიან დაინტერესებული. აი ილია ჭავჭავაძის მეგობრის არტურ ლაისტის ჩანაწერმა აღელვა ძალიან გალაქტიონი. ქართველებს აქვთ მშვენიერი ზღვის სანაპიროები, მაგრამ მათ ლიტერატურაში, აი მიუხედავად ამისა, არ ჩანს სხვა. თუმცა გალაქტიონი ამის პასუხად წერს, ჩემს შემოქმედებაში ჯერ კიდევ 1914 წელს გამოცემულ წიგნში ჩანს სხვა. მე პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ტომში, აი ესე ჩამოთვლის გალაქტიონი. ანუ დაწყებულა მოძრაობა. ანუ თან ხედავს, აღიარებს, რომ ზღვის თემატიკა ნაკლებად არის ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ ის ამბობს, რომ მის შემოქმედებაში არის ზღვის თემატიკა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არტურ ლაისტის ამ სიტყვებმა ის ძალიან აღელვა და ამის შემდეგ ის აი ზღვის მოტივებს ძალიან ხშირად უსვამს ხაზს, რომ არ გამორჩეს. თითქოს თავის თავს ახსენებს, რომ არ გამორჩეს ზღვის მოტივები და ამიტომაც არის ალბათ, რომ გალაქტიონის შემოქმედებაში იმდენი ლექსი, რამდენიც მას აქვს ზღვისადმი მიძღვნილი არც ერთი სხვა არც ქართველი პოეტის და ვერ წარმომიდგენია სხვა პოეტების შემოქმედებაშიც იყოს. აი მართლა სხვა ლექსების სხვა არის ზღვაზე და არა მხოლოდ ლექსების არაჩვეულებრივი ჩანახატები აქვს მას ზღვაზე. რამდენიმე ჩანახატია, სადაც ის წერს ნავით უკვდავებისაკენ. აი მეაწერს, რომ ნავით უკვდავებისაკენ ნავს ხატავს და თითქოს ნავით კი არა, ის უკვე უკვდავებასთან იყო წილნაყარი და თითქოს თავის თავს თუ სხვებს გვიმტკიცებდა, რომ ნავით მიდიოდა უკვდავებისკენ. აფხაზეთმა ორიგინალურად აანაკადა გალაქტიონის შემოქმედება და ახალი ფერებით, ახალი სახეებით გაამდიდრაო წერდა ბატონი ნოდარ ტაბიძე. როდესაც თქვენ გალაქტიონის აფხაზეთთან დაკავშირებულ მასალებს წიგნად გამოსაცემად ამზადებდით. როგორი გალაქტიონი აღმოაჩინეთ? როდესაც მუშაობდი იმ არქივზე, რომელიც დაცულია ლიტერატურის მუზეუმში, მართალია შენ ეძებ გალაქტიონის ზღვასთან, აფხაზეთთან დაკავშირებულ მასალებს, მაგრამ იქ იმდენად არის ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაკვანძული, იმდენად არის ის ერთიანი გალაქტიონის სახე ამ ყველაფერში, რომ აი იმ სხვასაც ვერ წყდებოდი და ძალაუნებურად თვალი გაგირბოდა უკვე სხვა თემებისკენ და აქ უკვე აი ამ შემთხვევაში გალაქტიონი მარტო გალაქტიონი და აფხაზეთი და მარტო გალაქტიონი და სხვა კი არა, იმ მთლიანობაში მთელ გალაქტიონს აღიქვამდი. ანუ ეს ყველაფერი იყო გალაქტიონის მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი. ამის გარეშე გალაქტიონი არ არსებობდა და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებდი ჩემთვის და სხვებსაც ვეუბნებოდი, რომ მართლა რამხელა გენიოსი გვყავს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენ ჯერ კიდევ შესწავლილი არ გვაქვს ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიონოლოგია იცნობს არაერთ არაჩვეულებრივ კვლევას, არაჩვეულებრივ გამოცემებს, მიუხედავად ამისა, ეს ახალი არ არის ალბათ არ ჩემგან და არც თქვენგან, რომ ვთქვათ, რომ გალაქტიონის კვლევა და აღმოჩენა გრძელდება. ბევრი რამ ვერ ვთქვით ამ ახალ წიგნზე, ქალბატონი ნატო გალაქტიონის ზღვა და აფხაზეთი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. გალაქტიონი იხდის ხალათს და დებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ გადახტა ხალათიანად? მე მაქვს ამის ჩემებური ახსნა. გალაქტიონს ქვემოთ ესახება ზღვა და უნდა შეცურდეს ზღვაშიო. თავისი ლეგენდარული ბიძის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელ წუთებზე წერდა ბატონი ნოდარ ტაბიძე. ბატონ ნოდარ ტაბიძის ამ სიტყვებმა მიბიძგა წიგნის წინასიტყვაობისთვის სხვა როგორც ბედისწერა. და ჩემთვისაც უფრო ცხადი გახდა, რომ სხვა გალაქტიონისთვის მართლა ბედისწერასავით იყო და ეს ბატონმა ნოდარმა ყველაზე კარგად ახსნა. ის სხვაგანაც არაერთგან იხსენებს, რომ სხვათაშორის ამ სახლში ბატონი ნოდარი და გალაქტიონი საუბრობენ სულ სხვა თემებზე და უცებ გალაქტიონი ეტყვის. როდის წავიდეთ აფხაზეთისკენ? მისი ამოძახილი ბატონ ნოდარსაც შეაკრთობს და მე გალაქტიონი ეკითხება, შენ როგორ ფიქრობ, რა ფერის არის კენჭები, აფხაზეთის ზღვის კენჭები, შავი ზღვის კენჭები? და ბატონი ნოდარი ვერ პასუხობს, რა ფერის არის და ამბობს, რომ ეს მარტო გალაქტიონმა იცის რა ფერის არის
ის კენჭები. ფინალისტვის მინდოდა ერთი დეტალი, რომელიც აი ძალიან მომწონს და ძალიან ამაღელვა თავის დროზე, როდესაც ეს ვიპოვე. გიორგი ჩიქობავა იყო მისი ლიტერატურული მდივანი, რომელიც ხშირად იყო გალაქტიონთან და მასთან ერთად მუშაობდა ახალ გამოცემებზე. და ერთხელაც, როდესაც გიორგი ჩიქობა მოვიდა გალაქტიონთან, ის ავად დახვდა, მასთან ერთად იყო ექიმი, რომელმაც კითხა, ბატონო გალაქტიონ, სიზმრებს ხედავდით ამ დღეებშიო? გალაქტიონმა უთხრა, კი ვხედავდიო. აი მაინც რა ნახეო? და ეს პასუხი იყო ძალიან ამაღელვებელი. ავდიოდი მაღლა მთაზე, სოხუმში, მაგრამ ვერ მივაღწიეო. ეს ყველაფერი ერთად დავინახე, ის დაუსრულებელი სახლი ბოლომდე, ის რომ მან იმ სახლში ვერ იცხოვრა, რომ მუდმივად რაღაცა მთისკენ ისწრაფოდა და მთიდან დანახული ზღვა, ანუ სიმაღლიდან დანახული ზღვა. არ ვიცი, ეს რაღაცა ცოტა ესეც ასახსნელია ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან ემოციური იყო, რომ გალაქტიონმა ბოლოს ეს სიზმარი ნახა. აი სიკვდილამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა მასპინძლობისთვის გალაქტიონის მემორიალურ ბინა მუზეუმს. დიახ, ასე უნდა დაგვესრულებინა ეს გადაცემა. გიორგი ჩიქობავას ამ მოგონებით. 1958 წელს ავადმყოფ გალაქტიონს ექიმისთვის რომ უთქვამს, სოხუმი დამესიზმრაო. მაღლა, მთაზე ავდიოდიო. ავდიოდი ტანჯვაწვალებით, ვაივაგლახით და ვერ მივაღწიეო. დიახ, აფხაზეთისკენ მიიჩქაროდა. აფხაზეთი ესიზმრებოდა პოეტების მეფეს. მომავალ შეხვედრამდე.